ვარ გელა ხასაია, 28 წლის, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან. მე ვარ ნათია ლეთოდიანი, დევნილი სოხუმიდან. მე ვარ სოფია გოლეთიანი სოხუმიდან. ხოებისგან განსხვავებით, მე პირადად აფხაზეთის ომს არ მოვსწრები ვარ, დავიბადე 97 წელს. მე მომიწია რუსულ გარემოში გაზრდა იმ რეალობაში, სადაც ოჯახში სხვა ისტორიას ყვებოდნენ, ხოლო სკოლაში იყო საერთოდ რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რასაც ვისმენდი ჩემი მშობლებისგან, ნათესავებისგან, მეგობრებისგან და ასე შემდეგ. იმ ქუჩაზე, სადაც მე გავიზარდე, ამას ჭამბას ქუჩა ერქვა, მეოთხე თვის ძირი, მახსოვს, მამაკაცები წავიდნენ ომში და იბრძოდნენ თავიანთი კუთხის და სახლის დასაცავად. ჩემი სახლი სოხუმში აგარბას ქუჩაზე დღესაც დგას. არ ვიცი ეხლა როგორ გამოიყურება ის ბინები, ის კორპუსები, ის ეზო, სადაც მე ბავშვობის რაღაც პერიოდი, მცირე პერიოდი გავატარე, მაგრამ ვიცი რომ იქ ეხლა ცხოვრობენ ვიღაც აფხაზები. მახსოვს ბებია, რომელიც იმ პერიოდში 75 წლის იყო. ნაჯახით ხელში იდგა და დარაჯობდა მის სახლს და მისი შვილების და შვილიშვილების უსაფრთხო ძილს. ისე გამოვიდა, რომ ორ რეალობაში ვცხოვრობდი. მაშინ, როცა აფხაზეთში ზეიმობდნენ სოხუმის გამარჯვების დღეს, აფხაზეთის გამარჯვების დღეს, მეორე მხარეს კონტროლირება ტერიტორიაზე ეს იყო ტრაგედიის დღე და ადამიანები გლოვობდნენ ამ დღეს. ამ რეალობაში მომიწია გაზრდა და მომიწია ორივე ისტორიაში ყოფნა. ერთი საქართველოს ნამდვილი ისტორია, სადაც მთელი გულით და ემოციით ვიყავი, მეორე კი იყო იძულებითი ყოფა იმ არასწორ ფარს რეალობაში, რასაც რუსეთი ქმნიდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ზუსტად რამდენიმე დღის წინ იხსენებდა მამაჩემი, რომ 24 სექტემბერს როგორ დაიჭრა ბოლო ბრძოლების დროს. ესეც ძალიან ემოციურია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის ამ ისტორიებს ვიხსენებთ, ერთმანეთს ვუყვებით 27 სექტემბრის მოახლოებასთან ერთად. ესეთი ისტორიები თითქმის ყველა მეომრის ოჯახში ტრიალებს წლების განმავლობაში. მეორე რაც მახსენდება, ეს არის სოხუმის დაცემის დღე. შერიგების შემდეგ ერთი დღის ჩასული ვიყავი, როცა მეორე დღეს განგაში ატყდა და სოხუმს უტევდნენ. რუსები, აფხაზები, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, კაზაკები, ჩეჩნები დაახლოებით 1 საათში უნდა დაგვეტოვებინა სახლი. მე ეროვნებით უკრაინელი და ბელორუსელი ბებია მყავდა. მახსოვს როგორ გვაცილებდა ჭიშკრამდე. როცა თვალცრემლიანი ვეხვეწებოდი, რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად, მისი პასუხი იყო ეს, რომ ის მალე შეგვეგებებოდა ისევ ამ ჭიშკართან და ამ ხნის განმავლობაში დაიცავდა სახკარს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც შემდეგ უკვე დიდობაში აღმოვაჩინე, როცა გავიზარდე, იყო ის, რომ ჩვენ როცა სოხუმიდან წამოვედით, საერთოდ არაფერი წამოგვიღია. მხოლოდ ერთადერთი, რაც დედაჩემმა იქიდან წამოიღო, ეს არის ჩემი და ჩემი დის ფოტოალბომი. და სულ მიკვირდა მთელი ბავშვობა, რომ რატომ წამოიღო ფოტოალბომი, რამ გაახსენა საერთოდ ფოტოები დედაჩემს და რატომ წამოიღო ეს, როცა უფრო მნიშვნელოვანი სხვა ძვირფასი ნივთები შეიძლება და წამოიღო. და რომ გავიზარდე და გავიაზრე, მე მივხვდი, რომ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამე წამოუღია იქიდან ეს ფოტოები დამეხმარა მე იმ ფრაგმენტების აღდგენაში, რომელიც მე სოხუმთან მაკავშირებს. მახსოვს, როცა ალმოკიდებულ სოხუმს ვტოვებდით, ჩამქვალ თვითფრინავში ხალხი ფეხზე ვიდექით და ლოცვას ვკითხულობდით. მხოლოდ ქუთაისში აანთო პილოტმა შუქი და მაშინ ტაში დაუკრეს მგზავრებმა. შემდეგ იყო საშინელი ვაკუუმი ინფორმაციის. ერთ დღესაც დავკარგეთ ინფორმაცია ბებია ბაბუას შესახებ, რომლებიც ჭამბას ქუჩაზე დარჩნენ თავიანთი სახლის და გარდაცვლილი შვილის საფლავის სადარაჯოდ. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებისთვის საყრდენას წარმოადგენს რუსეთი, უკრაინის ომმა ძალიან დიდი გავლენა იქონია მათთვის წარმოდგენის შესაცვლელად. ჩვენ გვახსოვს უკრაინის ომის შემდეგ, როცა რუსეთმა დაიწყო ბიჭვინთის ანექსია, ნახეთ ახალგაზრდები, აფხაზები, რომლებსაც ეჭირათ ბანერი წარწერით ჩვენ არ გვინდა მეგობარი, რომელსაც მიწით უნდა გადავუხადოთ. უკრაინის ომმა აფხაზებს ანახა რეალურად რასურს რუსეთს. მათ დაინახეს, რომ რუსეთი არის დამპყრობელი, რომელიც კეთილინებით არაფერს არ აკეთებს, მას თავისი ინტერესები გააჩნია და ეს ინტერესები ეწინააღმდეგება აფხაზების სურვილს. ნამდვილი პროქართული
ხელისუფლება ამ შანსს გამოიყენებდა აფხაზებთან დასაახლოებლად. თუმცა ქართული ოცნება აკეთებს ყველაფერს, რაც სურს რუსეთს. ამის ნათელი მაგალითია ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია თეაწულუკიანის ხელმძღვანელობით, რომელიც ცდილობს ისტორიის გადაწერას. ზუსტად ისე, როგორც გადაწერეს ოკუპირებულ აფხაზეთში. ზუსტად ისე, როგორც ასწავლიან რუსები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებს და არა მხოლოდ ქართველებს, აფხაზებს. დევნილობა ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც მხოლოდ იმიტომ აღმოუჩნდით, რომ ჩვენ არ გვყავდა სხვა ესეთი მნიშვნელოვანი მეგობარი, როგორიც არის დასავლეთი, როგორიც არის ევროპული ქვეყნები. ომი მოგვიტანა რუსეთთან მარტო დარჩენამ. როცა საუბრობენ, რომ რა არის სოხუმი, ეს არ არის მარტო სახლი, ჭურჭელი, აგარაკები, კურორტი, იქ არიან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. თავარი რის მიღწევასაც ქართული ოცნება ცდილობს არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დაიყვანოს სოციალურ პრობლემებამდე. საქართველოს უმრავლესობას უკვე გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ მათ არ სურთ რუსეთთან ურთიერთობა. ისინი არენდობიან რუსეთს და მიიჩნევენ მტრად. ამიტომ არ არსებობს ფაქტი, რომ აფხაზეთიდან დევნილები შევეგოთ რუსულ მართლობას, რუსულ ჩექმას. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ. მე ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ. დევნილობა ეს არის დროებითი სტატუსი. ნებისმიერ დევნილს სჯერა, რომ ეს არ ვიცი როდის იქნება 1 წელიწადში, 5 წელიწადში თუ რამდენი წლის შემდეგ, მაგრამ ეს დევნილობა დამთავრდება, დასრულდება ჩვენი აფხაზეთში დაბრუნებით. და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვიქნებით დიდი ევროპული ოჯახის წევრები. საქართველოს უმრავლესობამ აირჩია ევროპული გზა. მათ აირჩიეს ცივილური სამყაროს ნაწილად ყოფნა. საქართველოს თავისუფლების, საქართველოს გამთლიანების გზა გადის ევროპულ მომავალზე. პარტნიორებზე, რომლის მეშვეობითაც დღემდე შევინარჩუნეთ აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა. მხოლოდ მათი დამსახურებაა ის, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ერთადერთი გზა ჩემთვის როგორც დევნილისთვის შინ დაბრუნების არის თავისუფალ დიდ სამართლიან ოჯახში შეერთების, რასაც ევროკავშირი ჰქვია. სწორედ ამიტომ ჩვენ თითოეულ დევნილს გვჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად გავხდებით იმ ცივილური სამყაროს ნაწილი, რომელსაც ევროპა და დასავლეთი ჰქვია. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში, აფხაზეთი საქართველოა, არა რუსულ რეჟიმს. ჩვენი ბრძოლით და დასავლელი პარტნიორების დახმარებით ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს. სანამ საბოლოო მიზნამდე გავალთ, მანამდე გვჭირდება მოვიშოროთ ქართული ოცნება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს. აფხაზეთი საქართველოა, არა რუსულ რეჟიმს.